გამარჯობა ბატონებო. წარმოგიდგენთ ერთ პატარა პროექტს, კვების ბლოკად გადავაკეთეთ ესეთი ელექტრონული ტრანსფორმატორი 160 ვატის სიმძლავრის ჩინური წარმოების. შემოვალს დავამატეთ ელექტროლიტური კონდენსატორი, ეს არის 450 ვოლტი 100 მიკროფარადი. შემომავალი ჩართულია დამცავი ნატურის გავლით, ნატურა არის 60 ვატი. გამომავალზე 24 ვოლტიანი ესეთი 20 ვატიანი ნატურაა დაყენებული დატვირთვის სახით. ჯერჯერობით ცვლადიდენი გამოდის. გადავახვიეთ აქ ტრანსფორმატორზე მეორადი გრაგნილი. იყო 7 ხვია, ეხლა გახდა 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12. 7 იყო, 12 გახდა. შესაბამისად ველოდებით სადღაც 20-22 ვოლტის წაბვას. შემდეგ აქ იყო ეს არის უკავშირის ტრანსფორმატორი. აქ უკავშირის ტრანსფორმატორზე იყო მესამე ხვია. ეს მესამე ხვია ამოღებულია და მის ნაცვლად გაკეთებული ეგრეთ წოდებული პერემიჩკა, ანუ შუნდი. შემდეგ ამ სადენით ძირითად ტრანსფორმატორზე, ძალურ ტრანსფორმატორზე დახვეულია 2.5 ხვია და იგივე სადენი ჩახვეული არის უკავშირის ტრანსფორმატორზე 1.5 ხვია. და ეს ყველაფერი გამოდის ესეთ მძლავრ საბჭოთა რეზისტორს უერთდება, რომელიც არის 5.1 ომი და 10 ვატი. ავიღოთ და შევაერთოთ ქსელი. საინტერესო აქ რა მოხდება. იფეთქა, დაიმუხტა კონდენსატორი, თუმცა ბლოკი არ გაეშვა. მოკლედ შევცვალეთ აქ ჩახვევის მიმართულება. აღმოჩნდა რომ არასწორად ხონა ჩახვეული, ანუ თუ ბლოკი არ გაეშვა ხოლმე, უნდა შევცვალოთ ეს მიმართულება. აბა სადოთ ეხლა ჩართვა. შევაერთეთ და ბლოკი გაეშვა. ბლოკი გაეშვა. დამცავი ნატურა ანთია. და ჩვენი 24 ვოლტიანი ნატურა ანთია სრული სიკაშკაშით. ეხლა შევეცდებით მაღაზე გავზომოთ წაბვა. ცვლად დენზე დავაყენებთ. 200 ვოლტს მივცემთ და შევეცდებით ერთი ხელით ეგ ამბავი მოვახერხოთ. აბა, ქირურგის ხელები 16 და 17 ვოლტი რა. 17 ვოლტი. გამორთოთ აბა შევამოწმოთ დეტალები როგორც ხელდება. ეს რეზისტორი ოდნავ შეთბა. ცივია. უკავშირის ტრანსფორმატორი ცივია. ძირითადი ტრანსფორმატორი ცივია და ტრანზისტორებიც ცივია. შვენიერი. ეხლა მოვიტანოთ ლაზერული თერმომეტრი და გავზომოთ ტემპერატურები. ჩავრთეთ, მუშაობს. დავაცდით 10-15 წუთს და ნახავთ ყველაზე ცხელი დეტალი რომელი იქნება. ეს რეზისტორი ცხელდება ხოლმე ყველაზე მეტად. უკავშირის რეზისტორი და შესაბამისად მის გამოტანას ვაპირებ კორპუსის გარეთ. ამიტომაც გავაკეთე ეს სადენები შედარებით გრძელი. ამ თეთრ კორპუსში ჩავსვამთ, კორპუსს გავხვიტამთ და გარეთ გამოვიყვანთ. ალბათ ასევე გარეთ გამოვიყვანთ ამ კონდენსატორსაც, რადგანაც კორპუსში უბრალოდ არ ჩაეტევა ფიზიკურად. კაი, ახლა ტემპერატურებიც ვნახოთ.
23 გრადუსია, აბა ვნახოთ ახლა ტრანზისტორებზე, 30 გრადუსია ტრანზისტორებზე, მეორეზე რადიატორზე, იგივეა, ძირითადი ძალური ტრანსფორმატორი, 25 გრადუსია და ყველაზე მეტად ცხელდება ეს რეზისტორი. 24 გრადუსია ამ ეტაპზე, 30 გრადუსი. 35 გრადუსი, 40, 50. უკავშირის ტრანსფორმატორი 30 გრადუსია, 27 და არ იმატებს. აბა ტრანზისტორები ვნახოთ. 30 გრადუსია ტრანზისტორები, 31 გრადუსი. მეორე ვნახოთ. 31 გრადუსია ესეც. ჩვენი კონდენსატორი ვნახოთ. კონდენსატორი საერთოდ არ თბება, low ESR კაი კონდენსატორია. 60 გრადუსია ჩვენა უკვე ამ რეზისტორზე. ეხლა ამ ბლოკს გავუკეთებთ გამომავალზე ბოგირს, ფილტრს და ჩავდებთ ამ ყუთში. აქ რაც გქონდა ის ბლოკი მაღალ ძაბულზე ექსპერიმენტების დროს დავწვით სამწუხაროდ. ჩვენი ექსპერიმენტული ბლოკი გადავაკეთეთ. გადაკეთება მდგომარეობს შემდეგში. აქ იდგა 5 ომი 10 ვატი საბჭოთა კერამიკული რეზისტორი და ეს შევცვალეთ ესეთი მცირე სიმძლავრის 12 ვოლტიანი ნათურით. შევამოვალი ისევ ისე დაცულია 60 ვატი ნათურით. ბლოკზე მეტი ისეთი არაფერი შეცვლილა, გამომავალზე დაემატა ესეთი შოტკის დიოდებით შექმნილი გამმართველი ბოგირი. აქ არის შეწყვილებული დიოდი S20C40C და აგრეთვე გვაქვს დიოდები AF504G. ესენია 5 ამპერიანი დიოდები. ესენი უკვე ცალკე დიოდებია. შეგრულია ესეთი დიოდური გამმართველი ბოგირი, აგერ პლუსის გამომავალი და მასზე მივარჩილეთ კონდენსატორი. კონდენსატორი არის 35 ვოლტი 1000 მიკროფარადი. არ არის low ESR კონდენსატორი, მე უნდა შევცვალოთ. რადგან ბლოკი 30000 ჰერცზე ან 30 კილოჰერცზე მუშაობს დაახლოებით, საშუალოდ. ყოველგვარი დატვირთვის გარეშე და ჩავრთოთ ქსელში. აბა ჩავრთეთ. დაახლოებით 60-70% სიმძლავრით ანათებს ეს ჩვენი ნათურა. ბლოკი გაეშვა. ახლა ვნახოთ ძაბვა. რამდენი გვაქვს გამომავალი ძაბვა. ყოველგვარი დატვირთვის გარეშე გაეშვა ბლოკი. როგორც ხედავთ. დავაყენოთ უკვე მუდმივი დენი. 200 ვოლტი. ზღვარი. ჩავრთოთ. 28 ვოლტი. ჩვენი ერთძაბვა ამ ძაბვაზე ჩვენთვის საკმარის დენს მოგცემს მინიმუმ 5 ამპერს მოგცემს ბლოკი, რადგან 160 ვატიანია. ეხლა ვნახოთ როგორ გაუძლებს დატვირთვას. დატვირთვის სახით, ხანმოკლე დატვირთვის სახით გამოვიყენებ ესეთ 24 ვოლტიან ნათურას. წესით უნდა გაცხელდეს ნათურა და აინთოს. აბა.
აჰა. იდეალურად მუშაობს ყველაფერი. უკვე შეიძლება განთავსდეს კორპუსში და დაიკავოს თავისი ადგილი. კარგი, მოვათავსებთ ყველაფერს კორპუსში ახლა და პრაქტიკულად დავაწყეთ ჩვენი ეგრეთ წოდებული მუდმივი აკუმულატორი, რომელიც წყობრიდან იყო გამოსული და ახლა გიჩვენებთ თუ როგორ და რა განთავსდა შიგნით. ნახეთ. ესე გამოვიდა კორპუსს გარეთ, კორპუსი დავხვიდეთ, გამოვიდა გარეთ ნათურა, გამოვიდა გარეთ კონდენსატორი. ესე დაბლა განთავსდა დიოდური ბოგირი. ესე მის თავზე კონდენსატორი, კონდენსატორი შევცვალეთ და უკვე შეერთდა სქემა. ეს არის ვოლტამპერმეტრი და ზემოდან არის უკვე DC-DC კონვერტერი. XL 45E. ეხლა ამ ყველაფერს ჩავრთავთ, შევამოწმოთ, რომ არსად არაფერს მოკლე შერთვა არ ქონდეს. პირველი ჩართვა, ასე რომ ფრთხილად ვაკეთებთ ამ ყველაფერს. შეიძლება ბაბახიც იყოს. ჩაირთო. რაც არ უნდა საოცარი იყოს, ჩაირთო. ესე ლამაზად ანათებს შიგნით ნათურა. თვითონ ეს კორპუსი ზემოდან დავხვიდეთ და 14.1 ვოლტი არის. ეხლა წებოთი ავაწყობთ, კორპუსს შევკრავთ და გიჩვენებთ ტესტირებას. გავმართეთ ჩვენი მუდმივი აკუმულატორი. ესე გამოიყურება. და ჩავრთოთ ქსელში. ჩავრთეთ ქსელში, ჩაირთო. ნახოთ ზაბვის რეგულირება. ზაბვა რეგულირდება. აუწიოთ ზაბვა. კი ბატონო. აინთო. ეხლა ვნახოთ ტენის ზალის შეზღუდვა როგორ მუშაობს. ტენის ზალა ძალიან მაღალზე მქონდა დაყენებული. დაიწყო ტენის ზალის შეზღუდვა. აინთო შესაბამისი შუქდიოდი. აი იდეალურად მუშაობს ტენის ზალის შეზღუდვა. 9 ამპერია უკვე. გავაკეთოთ და გავხსნათ. აღდგათ 15 და 8 ვოლტი. შევაერთოთ. აღდგა ჩვენი 0.24 240 მილიამპერი, 250. ავწიოთ ისევ 1 ამპერზე. იმისთვის რომ 1 ამპერზე ავწიოთ, ზაბვის მომატებაც მოგვიწევს. გავზარდოთ ზაბვა. უკვე 17 და 3 ვოლტია. აი 18 ვოლტი. 19 ვოლტი. 20 ვოლტი. 21 ვოლტი. 22 ვოლტი. ნათურა უკვე ძალიან იძაბება. ვუძებნით ტენის ზალის შეზღუდვის მომენტს. აქ 20 ვოლტი და 0.9 ამპერი გამოდის სადღაც 18.5 ვატი სიმძლავრე ამ ნათურას. აგერ ბატონო.
დავწიოთ ძაბო, ყველაზე ხშირად გამოყენებად ძაბოამდე ჩვენთვის საჭირომდე 12 ვოლტამდე. კი ბატონო, 12 ვოლტი. ესე ანათებს შიგნით ჩვენი უკავშირის რეზისტორი, ნათურა. პრინციპში სულ ეს იყო, რის ჩვენებაც გვინდოდა, იმედია ბლოგი დიდხანს და ერთგულად მოგვიმსახურება. მადლობა ყურადღებისთვის. ძალიან შევეჩვი ამ ბლოგს და ამიტომაც გავარემონტე. ძალიან პრაქტიკული და კარგი რაღაცაა ლაბორატორიული სამუშაოების დროს. გამორთოთ. დიდი რაოდენობით ტევადობის გამო გვიან ითიშება. და ბლოკმა დაიჭირა თავისი ადგილი მაგიდაზე.